ომის მუზეუმში ვართ. სოფელ ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან. ეს არის ადგილი, რომელიც ქალბატონმა ლია ჩლაჩიძემ სხვადასხვა ქართველების დახმარებით მოაწყო. აქ არის ასახული მთელი ის ტრაგედია და ამბები, რომელიც დაკავშირებულია როგორც აგვისტოს ომთან, ასევე მანამდე და მას შემდგომ მომხდარ ამბებთან. ქალბატონი ლია მოგვიყვება იმას თუ როგორ დაფუძნდა ზოგადად ეს მუზეუმი, რა მნიშვნელობა აქვს და რა დატვირთვას ატარებს, ასევე ის მოგვიყვება იმ ამბებს, რომლებიც აგვისტოს ომის პერიოდში ვითარდებოდა, რადგან ერგნეთი არის ერთ-ერთი ის სოფელი, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა და ყველაზე დიდი როგორც ადამიანური, ასევე სხვა სახის ზიანი მიიღო. მოკლედ, დიდი მადლობა ქალბატონ ლიას, მოგვისმინეთ და მოусმინეთ იმ ამბებს თუ რა ხდებოდა აგვისტოს ომის დროს სოფელ ერგნეთში და ზოგადად კონფლიქტის ზონაში. ჩემი სახლი საოკუპაციო ხაზიდან 200 მეტრის დაცილებით მდებარეობს, ხოლო ცხინვალის ცენტრი აქედან 15 წუთის სავალზეა ფეხით წარმოიდგინეთ. ცხინვალის ცენტრი, ისეთ ახლოს ვართ ჩვენ. ერგნეთი ისე იყო საერთოდ ინფრასტრუქტურა განვითარებული, რომ ერგნეთში არაფერი არ იყო, არასდროს არაფერი არ იყო, არა სკოლა, არა აფთიაქი, ყველაფერი ხომ გითხარით, 15 წუთის სავალზე ვიყავით ერგნეთიდან, ეს ცხინვალიდან დაცილებული და ყველაფერზე იქ ვიყავით მიღმული. აბსოლუტურად სკოლები, საბავშვო ბაღები და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც დადგა 2008 წლის ომის შემდეგ დრო, აქ იყო სრული კოლაფსი, იმიტომ რომ ელექტროენერგია იქიდან ქონდა, წყალი იქიდან ქონდა, სარწყავის და სასმელის ყველაფერი. ამიტომ სანამ ჩვენმა ხელისუფლებამ ასე ვთქვათ, გააკეთა წყალი, შუქი, დიდხანს ვიყავით ასეთ მდგომარეობაში. თუმცა მე 2010 წლამდე ვერ დავბრუნდი, იმიტომ რომ 2009 წელს მოუწია ჩემს კოტეჯს აშენება, რომელიც ააშენა დანიის ლტოლვილთა საბჭომ. დანიის ლტოლვილთა საბჭომ ყველა დამწვარი სახლის პატრონს აუშენა თავშესაფარი, ასე ვთქვათ. 5 ადამიანი იყო თუ 3 ადამიანი იყო თუ რამდენი ადამიანიც იყო, სულადობის მიხედვით. ჩვენ ერთი კოტეჯი შევხვდა და ამიტომ 5 ადამიანი მე ერთ კოტეჯში კაიხად ვცხოვრობდით. რომელიც არის აქვე რომელიც ეზოშივია, დიახ. შემდეგ 7 წლის შემდეგ 2015 წელს მოიფიქრეს ისევ დანიის ლტოლვილთა საბჭომ და აქ ჩამობრძანებული იყო მუზეუმის სანახავად დანიის ელჩი ქალბატონი ენე და მე მას ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა, იმიტომ რომ არ გამოეჩინათ ინიციატივა, ჩვენ დღემდე ვიქნებოდით იმ გაუსაძლის სიტუაციაში, რა დროსაც ომის შემდეგ დავრჩით. ქალბატონ ლია, ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამაზე, რომ ეს მუზეუმი არის თქვენ სახლში, რომელიც ფოტოების ჩანს ახლა როგორ გადაიწვა და როგორ განადგურდა და საბოლოო ჯამში აქ გაკეთდა მუზეუმი. ეს მუზეუმი განთავსებულია ჩემს დამწვარ სახლში, მას შემდეგ, რაც მეორე სართული გააკეთა დანიის ლტოლვილთა საბჭომ, ეს იყო ევროკავშირის დაფინანსებით და აბსოლუტურად ყველას რეაბილიტაცია გაუკეთეს, ყველა დამწვარ შენობას. შემდეგ ზოგადად ვფიქრობდი, რომ აქ გამეკეთებინა მარანი გამეკეთებინა მინდოდა ძალიან, იმიტომ რომ მე როცა ეს სამშენებლო ნაგავი, რომელთაც სავსე იყო აქაობა გავიტანეთ, 8 ქვევრი არის ჩაგდებული, კი, მაშინ რა ქვია და მინდოდა მარანი, მაგრამ უწყლობამ შეიწირა ჩემი ვენახით, ხეხილის და ყველაფერი. წლების განმავლობაში წყალი არ ქონდა, სარწყავი წყალი და ამიტომ დავრჩით ისე. შემდეგ ერთმა ყოჩაღმა მასწავლებელმა ნინო ნიპარიშვილმა კასპში გააკეთა ოკუპაციის მუზეუმი. კი, ვიყავით სხვათა შორის და ძალიან სასიამოვნო აღმოჩენა იყო ჩვენთვის. ძველ საპყრობილეში ასე ვთქვათ. ძველ საპყრობილეში და ნინომ გააკეთა მაშინ პრეზიდენტი იყო მარგველაშვილი და რაღაცა პროექტი გააკეთეს აი მარგველაშვილის უწყებაში, ასე ვთქვათ. აი მუზეუმების ასე ვთქვათ, გაკეთების ხელშეწყობა, დიახ. და სხვადასხვა ადგილებში, გორშიც გააკეთეს, სხვათა შორის იმაში ხაშურში გააკეთეს, სადღაც გურიაში გააკეთეს კიდევ. მგონი შოხატაურში ესეთი პატარა მუზეუმები. და მეც შემომთავაზეს, რომ ხوار გააკეთებდითო ქალბატონ ლიაო და მე მანამდე მქონდა მოფიქრებული უკვე ამის გაკეთება, იმიტომ რომ როგორც კი ვნახე იმაში ფეხჩადგმული, ჩავდგი იმ საპყრობილეში ფეხი და ის სიტუაცია, ის შევიგრძენი რაღაცა, იქვე ვთქვი, რომ უნდა გავაკეთო ჩემს სარდაფში მუზეუმი. ეს არის არ დაგავიწყდეთ ივლისის თვე. წამოვედი და აი ესე ვირტყავ ტუჩებზე.
2019. 19. ტუჩებში ვირტყავ ხელზე რა მათქმევინა ეხლა ეს ამდენი ნაგავი როგორ უნდა გავიტანო ვფიქრობ აი არ ვიცი. წარმოიდგინეთ რამდენი საქმეა წინ. ვაიმე უამრავი საქმე, ვაიმე ლია რა მოგივიდა ეს როგორი შეცდომა დაოში. მაგრამ ნათი ამითხრა ჩვენმა ომაძემ ლია დეიდა ნუ გეშინია. ეგრევე სასწრაფოდ გააკეთეს Facebook-ზე ჯგუფი, ჩვენ ერგნეთში ლია ჩლაჩიძის სტარტაპში ვაკეთებთ მუზეუმს და გვჭირდება დახმარება. მადლობა, უფალო, მე არ ვიცი ვინ მოდიოდა და რამდენი ადამიანი მოდიოდა. ყოველ დღე გვეუბნებოდნენ მარტო ხელთათმანები დაგვახვედრეთ და მუშაიარაღები. ვინ არ მოდიოდა, აი უცხოელებიც კი ჩამოვიდნენ ვალანტიორები, ვინც იყვნენ იმაში, რა ქვია, გორში და მუშაობდნენ, ისინიც კი მოდიოდა. აი ჩათვალეთ, რომ ეს არის საერთო სახალხო მუზეუმი, მათი გაკეთებული. ნიქოზიდან ერთ-ერთმა ქალბატონმა თავისი ორი შვილი გამოგზავნა სპეციალურად, ასეთი დიდი მაპატი დათვებივით ბიჭები იყვნენ. წადით ის ქალი მადლიან საქმეს აკეთებს, ახლა გავრცელდა ეს სოციალურ ქსელში, მოეხმარეთო. ხო და მოკლედ იმათი რა ქვია დახმარებით ეს სარდაფები გავათავისუფლეთ. პარალელურად მე მუშაობდი ბანერებზე რაღაცებზე, ნუ წვრილმანი 1000 რაღაცები ჭირდებოდა მუზეუმს. ეზო დაიფარა ნაგვით. 4 კამაზი გაიტანეს ბიჭებმა. მაკრახიძემ ჩვენი დეპუტატი იყო მაშინ პარლამენტში, იმან გამოგვიგზავნა პატარა ტრაქტორი და ეს რა ქვია კამაზი. ესენი გაიტანეს რასაც აქ ხედავთ, გაკეთებულია უფასოდ. სტამბაში წავედი ბანერების დასაბეჭდად, იმ ჯოხაძემ ღმერთმა კარგად ამყოფოს, იმან თქვა, ეს მარტო თქვენი საქმე არ არის, ჩვენი საქმეც არის. უფასოდ დამიბეჭდეს ეს. ელექტროგაყვანილობა თვითონ მოიტანეს ისინი ნატურებიც, ეს სადენებიც და ამონტაჟე. მოკლედ რა საერთო სახალხო მუზეუმია და მე ამაზე ძალიან დიდი მადლობელი ვარ უფლისა, რომ გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, ვისთვისაც აი ეს მუზეუმის გაკეთება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა ძალიან ხშირად, უცხოელებიც ძალიან ხშირად და ჩვენებიც როცა მოდიან. ჩვენ რომ მოვდიოდით, ეხლა შეხვდნენ ორი უცხოელი, რომლებიც თქვენთან იყვნენ მოსულები დასწვალი. და მანამდეც ერთი დიდი ჯგუფი იყო, ერთი 10 კაციანი. უცხოელები თუ ქართველები? უცხოელები, კი, ნაწილი დანიიდან იყო, ნაწილი გერმანელები იყვნენ და ასე შემდეგ. და აი ეს უცხოელები მეკითხებიან, ქალბატონო, რატო გააკეთეთ ეს მუზეუმი? იცით, რატო გავაკეთე? 1991 წელს, როცა პირველი შეტაკება დაიწყო ქართულ-ოსური და ეს კონფლიქტი წარმოეშვა, მაშინ ჩემი მეუღლე, რომელიც აქ არ მუშაობდა, რუსთავში მუშაობდა, ერთ-ერთი ქარხნის მთავარი ინჟინერი იყო, ყოველ შაბათ-კვირას ჩამოდიოდა, რომ დაეცვა აქაც არეული სიტუაცია იყო, დაცლილი იყო სოფელი მაშინაც და ნუ ერთ-ერთი პიკეტირების დროს მოკლეს. ჯერ რა თქმა უნდა მისი მეგობრების ხსოვნის საპატივსაცემოდ გავაკეთე. მეორეც ერთი. მე მაგალითად ქალმა რა უნდა გაუკეთო ქვეყანას, დავუშვათ ისეთი, რომ განა იმიტომ რომ რამე კვალი დავტო და რაღაცა, ეს უნდა შეუნახოთ ჩვენს მომავალ თაობაზე. ეს ეროვნული მეხსიერებაა, რომელიც არ უნდა დაიკარგოს. აბსოლუტურად. ბავშვები ჩამოიყვანეს კოდაში ჩასახლებულები, რომლებიც არიან დიდი ლიახვის ხეობიდან. და ის ბავშვები, ესე იგი თვალით არ უნახიათ ხეობა, აქეთ არიან დაბადებულები 2008 წლის შემდეგ. და ვეკითხები, შვილო, საიდან ახარ? თამაშიდან მეუფნება, პეტირებას სულ. სადაური ხარ? ქურთელი ვარ, დეიდა ქურთელი. ვტიროდი, ისა რა ქვია, ზაზა. თვალით არ უნახიათ, უბრალოდ გაგებულია და აღარც არსებობენ ის სოფლები. და ისინი ამბობენ, იმათ როგორ არ უნდა იცოდნენ საიდან არიან. შეიძლება ორ სიტყვას ვიტყვი ამაზე. ეხლა რას თქვით, ამაზე გამახსენდა ის ამბავი, რომ ომის შემდეგ, განსაკუთრებულად 2008-ის შემდეგ, როგორ დაიწყეს ზუსტად მაგ მეხსიერების წაშლა. მე მყავს მეგობარი, რომელიც ასევე ოკუპირებული ტერიტორიის ერთი სოფლიდანაა და ვიდეოში ხედავდნენ თვითონ და მამამისი თავიანთ სახლს, მათი ბიძაშვილის სახლს და მათი ბაბუის სახლს დაინახეს როგორ არის მიწასთან განადგურებული. რას თქვენ თქვით, მათი მიზანიც ერთ-ერთი ესაა, რომ ამ ადამიანებს, ვინც ათასობით ადამიანი, ვინც აქეთ არის, მეხსიერება წაეშალოთ, რომ მათი სამშობლო ის არის, სამშობლო უშუალო სამშობლო. ნამდვილად. იმიტომ ვამბობ, რომ ეს არის ეროვნული მეხსიერება. თქვენი საქმე რაც გააკეთეთ, მადლობა პირველ რიგში თქვენ ახლაც გამომეორდები და ყველას ვინც დაგეხმაროთ. ამაში მათ ხელს უშლის და ესეც იქნება დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დაუბრუნდებით, მაგრამ სანამ ეს მოხდება, მეხსიერება არ უნდა წაიშალოს. თუმცა კი ძალიან უნდათ. ეს ფუნდამენტალური საკითხია ზოგადად იმისთვის, რომ ჩვენ სამომავლოდ
დეოკუპაციის პოლიტიკა, რასაც ეწოდება, ეს თუ ხალხში დაიკარგებს, რომ განცდა, რომ ეს შენი მიწა, შენი ტერიტორია, განსაკუთრებით ახალ თაობაში, ხო ჩვენ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში იმის მომსწრე ვართ, რომ საერთოდ გადაცემებიც აღარ კეთდება, ძალიან იშვიათია. თუნდაც ეხლა რომ მედია სივრცე რომ ვნახოთ, სხვა ბევრი ამბავი შეიძლება შეგხვდეს, უამრავი სხვა რაღაცა, მაგრამ ის რაც ჩვენი ეროვნული ტკივილია, ის რაც აი ეს ისტორია თუნდაც სამწუხაროდ მე დარწმუნებული რომ ბევრმა არ იცის. ამ მუზეუმის შესახებ რაღაც პერიოდში იყო ძალიან დიდი მედია ისე ვთქვათ დაფარვა, მაგრამ მაგის მერე რაღაცნაირად მინელდა ეს ამბავი. თუნდაც კასპში არსებულია მუზეუმის შესახებ, რომელიც ჩვენც არ ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ მგონია რომ დაინტერესებული ვარ, არ ვიცოდი სანამ კასპში არ მოვდით და ადგილობრივმა. მე თვითონ ხა დევნილი ვარ აფხაზეთიდან და ალბათ ჩვენთვისაც და ჩემ სივრცეში უნდა იყოს ეს ინფორმაცია, მაგრამ არ არსებობს. და როდესაც ეხლა ვითომ ამით თუ ჩვენ ვერ შევძელით ამ მეხსიერების მუდმივად ცოცხლად ყოფნა და მომავალ თაობებს არ მოვყვებით, ჩვენ თვითონაც შევახსენეთ, ხო, როგორც ჩვენ თვითონაც არ ვაქტიურობთ საკმარისად და რა ვიცი, ყოველდღიური ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯი ამისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ მაქსიმალურად ეს ინფორმაცია ამას მუდმივი კულტივირება ჭირდება, იმიტომ რომ სისტემური არ იქნა, არ გამოვა უბრალოდ. კი, აუცილებლად. და იცით რა არის ერთი პერიოდი აი ყურში ძალიან ცუდად მომხდა სიჩუმე, რომ საერთოდ აღარც ომზე ლაპარაკობენ, აღარც ომის გმირებზე, აღარც დარჩენილებზე, აღარც სიტყვა სამშობლო წაიშალა მგონი ლექსიკონიდან და არ ვიცი რას ქვია, მარტო deep state-ია და მარტო ბიზნეს ფულებია სადევნელი? არ არის ეგრე რა. ამ ხალხს სხვა რამეები ჭირდება, სხვა რამე ჭირდება ამ ხალხს. ერად რო გადავრჩეთ და მე რო ავღრძინდეთ ეგ ჭირდება. აი მე ერთმა ქალმა ამაზე მეტი რა უნდა გაუკეთო მაგალითად ქვეყანას. ძალიან დიდი საქმეა. მე ვერ გაუკეთებ ვერაფერს. ავტომატს ვერ ავიღებ ხელში და აბსოლუტურად ისიც იმაზე ბრაზობდი ხოლმე, რომ იმდენი სროლები იყო და ჩვენს თავზე ტრასირები გადადიოდა, რომ უკვე მე ხალი ვცნობდი რა იარაღიდან ისროდნენ. აი წარმოიდგინეთ რა და რა არ ვიცი რა. რამდენჯერ მოვყევი ისეთ სიტუაციაში. მე 2004 წლიდან 2008 წლამდე მე მუშაობდი ცხინვალში, ელთოს ოფისში. ვიყავი ჟურნალისტი ხელწერტილში, მაშინაც ეგრეთი სიტუაცია იყო, გატაცებები, გადაკეტვა გზებისა, დივერსიები, პროვოკაციები და უზარმაზარი. აი ჩვენი მეზობელი გერმანო პაპა გარდაცვლილია, იამ ქალბატონის ქმარი 2 წელია რაც გარდაიცვალა. მაშინ ძროხები ყავდათ ბევრს მაშინ რა ქვია სოფელში და ამ ნახირს მწყემსავდა მინდორში. და შვილიშვილი ყავდა, სტუმრად ყავდა ჩამოყვანილი შვილიშვილი და ეს 14 წლის ბიჭი. და წაიყვანა ეს ბავშვი შეეხვეწა რომ მე წამოვალო შენთან ერთად და მთელი დღე თამაშობდა ეს ბავშვი რაღაცებით თამაშობდა და კაცის შვილი მინდორში არავის არ გაუვლია, მარტო ერთი დაინახეს ვიღაცამ გაიარა. და ერთ ადგილზე დასხდნენ რომ უნდა დაესვენათ და ბავშვმა სათამაშო დაინახა დაგდებული. აიღო ეს სათამაშო და ბავშვი ჰაერში ნაფლეთებად გაეშალა, ხელში აუფეთქდა ის. ვაიმე, საშინელება იყო. სკოლის მიმდებარე ტერიტორია დანაღმეს, წყალი დანაღმეს. ისე ჩუმად დანაღმეს, რომ სრულიად შემთხვევით კობამ ნახა, მე არ ვიცი იცი თუ არა შენ კობა. სრულიად შემთხვევით წყალი უნდა გაეშვა თავის ბაღში მოსარწყავად და ის დაინახა, რომ იქ იყო და სასწრაფოდ გამოიძახეს ეს განაღმეს. რა ვიცი, რამდენი რამე გითხრათ. აი უშუალოდ აგვისტოს დღეები რო გაიხსენოთ იმის თუ შეიძლება იმიტომ რომ ჩვენს აგვისტოს დღეებს არის ხოლმე რაღაც დავის საგანი თვითონ სამწუხაროდ. კი, დავის საგანია, რომელ რიცხვში დაიწყო 7-ში თუ 8-ში. ომიო 7-ში დაიწყო. ნამდვილად. მე აქ ვიყავი და მომსწრე ვარ და მონაწილე ვარ იმ ყველაფრისა. მთელი ეს შუადღის შემდეგ, სადღაც 6 საათის შემდეგ ჩამოკიდებული ვიყავი ტელეფონზე და რეკავდი ანთაძის აპარატში. მაშინ ანთაძე იყო სახელმწიფო მინისტრი, ომი დაიწყო. აი მე ანთაძე კი არა უკაცრავად ისა.
იაკობაშვილი, ხო. ომი დაიწყო, მარინა სალუქაძე იქ ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი იყო, იქიდან მიყვიროდა, წამოდი რას აკეთება, წამოსვლა კარგია, როგორ წამოვიდე, გარეთ გასვლა არ შეიძლება. ჩემი ოჯახის წევრები მეორე სარდაფში არიან ჩაკეტილები. მუხლებზე დგას ჩემი რძალი და დაუჯრომეს კითხულობდა მთელი ღამე, რომ უნდაც გადავრჩეთო, დილით როგორც კი ოდნავ ინათა. და რომ ისა შეწყდა. ღამე 7-ში დაიწყო. ღამე დაიწყო, შუადღით დაიწყო, სადღაც 1-4 საათის შემდეგ. ილეწებოდა ყველაფერი უკვე აქ გაჩერება აღარ შეიძლებოდა. ხეები, სახურავი, ეზო სავსე იყო გასროლილი მასრებით. და დილით რომ ოდნავ მინელდა ეს, რა ქვია, სროლები, მაშინ გადავწყვიტეთ რომ წავსულიყავით ჩემი შვილის მანქანით, ნიას მანქანით ვიყავით და ზუსტად ახალი ნაყიდი მქონდა ფერადი ტელევიზორი. ისა გადახდილიც განმადებით მქონდა, გადახდილიც არ მქონდა პირველი და ის ჩავდეთ მანქანაში რომ ეს მაინც გადავარჩინოთ მეთქი და ამ დროს აი აქედან მოვარდა ერთი ქალბატონი. მეგრელი ქალი იყო, ცხოვრობდა იქ და 4 წლის შვილი უჭირავს ხელში და მითხრა, ლია, შენ თუ მე არ წამიყვან ახლა, შენ ხო იცი რომ ჩვენ აქ დაგხოცავენ. ზუსტად ვიცოდი რომ დახოცავდნენ და ეზოში დავტოვა ეს ტელევიზორი და ჩავსვი და წავიყვანეთ ახლა ტელევიზორს წავიღებდი და ბავშვს დავტოვებდი. რამდენჯერ შემომითვალა მე მადლობა იმ ქალბატონმა, მეგრელი ქალი იყო, სადღაც ცხოვრობს დასავლეთ საქართველოში. საშინელება იყო, საშინელება. იცით, დაზვერვა რისთვის აკავს შენ, რისთვის აკავს ისეთი სამსახურები, რომლებმაც პრევენცია უნდა გააკეთონ მოსახლეობასთან, უნდა რაღაცები იციან, როგორ არ იციან. რასაც მე ვხედავდი, ჩვენ დავდიოდით მთელს პერიმეტრზე ჟურნალისტები და რასაც მე ვხედავდი, ისიც ხო იმასაც ხო ვიღაცას ვეუბნებოდი, არა რომ ესეთი თქვენ მისიაში იყავით. მისიაში ვიყავ. დიახ, მისიაში. როგორც კი ომი დაიწყო, ეგრევე გამოგვიკეტეს კარები, ისინიც გამოუშვეს, ეუთოს წარმომადგენლები მიც იყვნენ. დიდი ოფისი იყო ეუთოს. ეს რიცხვებში ხდება ეს ამბავი. ეს ხდება 7-მდე ჩვეულებრივად მუშაობდით და 1 აგვისტოს უკვე 1 აგვისტოდან ვეღარ შევდიოდით. აი ეგეც ერთი ინდიკაცია. ვეღარ შევდიოდით. სულ მუდმივად. მუდმივად იყო. მე სიჩუმე რო იყო, მაშინ მეშინოდა რომ რაღაცა მზადდებოდა თორე სროლები რო იყო, ვიცოდი რომ ისროდნენ. და საქმე რაში იყო, იცით? ივლისის რომელიღაცა ბოლო რიცხვები იყო, ეხლა გავიხსენებ, მაგრამ ეხლა თან ვფიქრობ ხოლმე აღარ მინდა გახსენება იმების. ჩვენ მანქანით გვატარებდნენ და აქ ჩამოდიოდა პოსტთან ჩამოდიოდა მანქანა, ეუთოს მანქანა და მე გავდიოდი და ისე მივყავდით ქალაქში და იყო შემთხვევები, როცა მე თვითონ მივდიოდი ტაქსით და არაფერი პრობლემა არ იყო. არაფერი პრობლემა არ იყო, ისე თავისუფლად შევდიოდი, იმიტომ რომ მე თვითონ ცხინვალელი ვარ, იქა ვარ დაბადებულ გაზრდით ყველაფერი და ძალიან ბევრი საერთო მქონდა იმათთან და ნაცნობები ძალიან ბევრი მყავდა და ასე შემდეგ და როდესაც გავიარე თეატრის წინ, სადაც დიდი მოედანი იყო, თეატრალურ მოედანს ეძახდნენ, ხედავ რომ ჩამომდგარი არის ტრანსპორტი, მიკროავტობუსები, ავტობუსები, მანქანები და ასე შემდეგ და ტრიალებენ სამშვიდობო ძალები, რუსები. და მოდიან მოხუცები, ქალები, ბავშვები, სახეზე აი ღიმილი არავის არ აქვს. რაღაცა ჩანთები, დატვირთულები რაღაცა და ამ რუსის ჯარისკაცს ვეკითხები, რომ სად მიყავთ მეთქი ეს ხალხი და ეს ივლისის ბოლოს. ივლისის ბოლოს. ნაოდიხ მითხრა. მე ვთხარი რომ მთელი ქალაქი დასასრულებლად მიყავთ მეთქი. აქამდე რატო არ მიყავდა თქო და მითხრა რომ не твое дело, иди куда идешь. მე მივხვდი რომ უკვე დიდი რაღაცა ცუდი მზადდებოდა და მალე დაგვატყდებოდა თავს. იქ ადგილობრივებთან თუ გქონდათ მაგ დროს კომუნიკაცია. როგორ არა? გქონდა. თუ იყო რამე ესეთი იცით რა არის? განცდა აი იმ ხალხთან, ვინც ესა რა ქვია, ვისთანაც მე მქონდა შეხება, მათაც ისევე ეშინოდათ როგორც მე. იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ოსი ჩემი კლასელი იყო. მე ქართული სკოლა მაქვს დამთავრებული და დიდი პრესტიჟი იყო ცხინვალში თუ ქართულ სკოლას დაამთავრებდი და თან ჩვენი სკოლა ძალიან აღიარებული სკოლა იყო. ხო და მოკლედ
აი ესეთი ის იყო, რა ქვია. და მათთან ჰქონდა კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, ყველასთან და კიდევაც ეუბნებოდნენ ხოლმე ის ადამონი ხასი რო გააკეთა რა გვარი იყო? ჩოჩიევი. სანაკოევი. არა, სანაკოევი არ იყო. არა, კოჩიევი იყო. ის ეუბნებოდა ერთ-ერთ ჩემ კლასელს. ჩემი კლასელი იყო სანაკოევი და იმასთან მივიდა და უთხრა, ეგ ხალი შენთან რო დადისო, ეგ ქართველების შპიონიაო და ის ჯაშუშიაო და ამან უთხრა ჩემმა კლასელმა, რას ლაპარაკობ ესო ჩემი კლასელიაო და ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ პირველი კლასიდანო და რანაირად არისო ესო, რა ქვია, არა, უთხრა, არავითარ შემთხვევაში. მოკლედ ეჭვის თვალით გვიყურებდნენ ჩვენ ქართველებს, მაგრამ მზადდებოდნენ და ხლა რაც მინდოდა მე იმათი დავუშვათ ინფორმაცია, როცა ჩემი თვალით ხედავდი ძარის გზაზე, აი აქედან ტრასაზე დადგებოდი და ხედავდი როგორ ჩამოდიოდა სამხედრო მანქანები დატვირთული, მძიმედ რომ მოდიოდნენ და იმათ შაქარი ხო არ მოქონდათ, არა, მოქონდათ საბრძოლო იარაღი. ეს თელი ივნისი ივლისი ხო? ზაფხულის მანქანა. კი, და საქმე რაში იყო, იცი, ჩვენ ეს მონიტორები, ეუთოს მონიტორები რო გადიოდნენ, საველე გასვლები რო ქონდათ, ჩვენ არ მივყავდით ჟურნალისტები, იმიტომ რომ ისინი ხანდასწად წყდებოდნენ, ხანდასწად ტყეში დამალული იარაღი, ტყეში დამალული რაღაცები იცოდნენ, ამათაც ხო ჰქონდათ რაღაცა ინფორმაციები, თავიანთი ხალხი ყავდათ, რა თქმა უნდა. მაგრამ მე მგონია არ ვიცი რა თქვენ როგორ აფასებთ, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებას არ ეგონა ბოლომდე რომ ეს არავის არ ეგონა, ჩვენც არ გვეგონა. მე ხო იქ ვიყავი და ხედავდი ყველაფერს ჩემი თვალით. არ გვეგონა რომ ეს ომი ხო მზადდებოდა და ამ სიტუაციამდე მივიდოდა. ეგეთ მასშტაბებში შეიძენდა ხო? იმიტომ რომ როგორც თქვენ თვით მანამდე ისედაც იყო ხოლმე ეს გაცვლა. ხო, ჩვენ აი მიჩვეულები ვიყავით უკვე, ხო გეუბნებით, როცა არისროდნენ, მაშინ მეშინოდა მე, იმიტომ რომ გამოდმებული სროლა იყო, გამოდმებული, ატყდებოდა ერთი უბედურება, ფანჯრები ლეწებოდა იქ ჩემთან, მაინდა-მაინც არა, იმიტომ რომ უკან მთლიანი კედელია, მაგრამ იქით ჩემს გვერდით სახლები. ეს სოფელი ყველაზე მეტად დაზარალდა. ყველაზე მეტად დაზარალდა, იმიტომ რომ აქტიურად ეს სოფელი განადგურა. ცხინვალიდან გამოდიხარ და უკვე ეგრეთში. ეპიცენტრი იყო ფაქტიურად ეს სოფელი. აქედან ესე რომ გადაიხადო ცხინვალი ხელისმურებით მოჩანს. აი ზემოთ რო ახვალთ იქიდან მანქანიდან გაიხედეთ დაინახავთ წითელი სახურავებით ის არის რა ქვია ცხინვალი ძალიან ახლოს. ხო გითხარით 160 სახლი გადაწვეს 160 სახლი ეს მარტო ამ სოფელში. მარტო ამ სოფელში. აი მაგაზეც უნდა ვთქვათ რა ორი სიტყვა მიუხედავად იმისა რომ რთული და ძნელი გასახსენებელი ამბავია. მაგომის პერიოდშიც კიდევ ერთხელ დაუბრუნდები იმას, გამოჩნდა მათი დამოუკიდებულება რა იყო. ეთნიკურ წმენდას ხო ტყუილა არ ვეძახით და არ ეძახიან და მათ შორის აი სამართლებრივ დოკუმენტებშიც გაჩნდა ეგ ევროპულ სასამართლოში იქნება თუ სხვადასხვა მოკლედ საერთაშორისო ორგანიზაციებში. მათი მიზანი იყო, რომ ქართველებისგან დაცლილიყო ის ტერიტორია თავისთავად, რაც დღეს შედის უკვე საოკუპაციო ხაზის იქეთ გადაღმა ტერიტორიაში და იმის აქეთაც ეს თავისი პოლიტიკა გაავრცელეს. არა მარტო სახლების გადაწვის, არამედ მოსახლეობას როგორც ექცეოდნენ. მე ახლა რა თქმა უნდა არ ვარ პირდაპირ შემსწრე ამის, მაგრამ თქვენ ჩემზე კარგად და სამწუხაროდ ისე გეცოდინებათ ამბები კონკრეტული, რომელიც მოხდა და როგორი განწყობას და დამოკიდებულებაც ჰქონდათ ქართველების მიმართ იმის გამო, რომ ქართველები იყვნენ და არა რაღაც იმის გამო, რომ უბრალოდ ვიღაცამ მოიპაროს მხოლოდ რა. რაც ხდება ხოლმე ომის დროს. ცხინვალში არსებობდა ესე იგი ეუთოსთან არსებული შერეული საკონტროლო კომისია. სახელმწიფო დონეზე იყო ეს, რომელშიც ჩართული იყო რუსეთის ფედერაცია, ჩრდილოეთ ოსეთი, სამხრეთ ოსეთი და ჩვენი მხარე, ქართული მხარე. და მე იქ ვიყავი, ჩვენ გამოვცემდით ბიულეტენს, რომელიც გერმანიის საელჩომ დაგვიფინანსა და აქ იმაში რა ქვია, მიმდინარე მოვლენები, შეხვედრები იყო ყოველთვიურად, ზოგჯერ როცა გამძაფრებული სიტუაცია იყო, ორჯერაც იყო შეხვედრა თვეში, მაგრამ ყოველთვიურად აუცილებლად ტარდებოდა შეხვედრები სხვადასხვა ადგილზე. ცხინვალში, ხშირად, ვლადიკავკაზში იყო, მოსკოვში იყო რამდენჯერმე, თბილისში, რა თქმა უნდა, იქ იმაში ხრწანისის რეზიდენციაში მივდიოდით ხოლმე, იქ იყო ის რა ქვია, შეხვედრები და აი აქ ამ შეხვედრებზე თვალნათლივ ჩანდა ვინ ვისი კაცი იყო. აი ესე დაინახავდე ხელის გულზე სულ ყველა.
საქმე იმაში იყო, რომ რუსეთის ფედერაცია სხვათა შორის ორივე იმას ძალიან სულ ყველას ძალიან ღირსეული, აი თქვენ წარმოვიდგინეთ, გოგა ხო ესეთი პიროვნებაა, რა ვიცი, მთელი ქვეყანა აგინებს, მაგრამ იქ თავისი თავი ისე კარგად წარმოაჩინა საკონტროლო კომისიის თავმჯდომარედ ხაინდრავამ არაჩვეულებრივად. ჩვენ ძალიან მის ღვაწლს ძალიან ვაფასებდით იმ წუთში ისეთი ის იყო, რა ქვია, ისე მიყავდა სიტუაცია. მაგრამ იყო ძალიან ბევრი შემთხვევები, როცა შეიძლებოდა ძალიან კარგად გამოეყენებინათ მომენტი და შეებრუნებინათ სიტუაცია. ძალიან კარგად. ნუ ახლა ისეთი რაღაცების რო ვთქვა, მომიწევს, რაც მაგალითად დაფარულია და ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთი ხასქასით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი მომენტი გაუშვით სიტუაციის შემოსაბრუნებლად. თქვენ აი დეტალებში არ თქვათ, რა თქმა უნდა, მაგრამ რას ფიქრობთ, რატომ მოხდა ეგ, რატომ გაუშვით? იმიტომ რომ ვიღაცეები განზრახ ვერ მოქმედებდნენ ისე, როგორც უნდა ემოქმედათ, თუ არ ყოფნიდათ უნარები, თუ უბრალოდ გარემო პირობებმა შეუწყო ხელი უბრალოდ. დიპლომატია აკლდა ამ ყველაფერს. დიპლომატია ყველა ჯიბეზე იყურებოდა, ყველა მუშტებზე იყურებოდა. გაიხსენეთ პუტინის ნათქვამი. თქვენ რა პერიოდზე საუბრობთ ესეც, რომ მე იქ ვიყავი 2004 წლიდან 2008 ომის დაწყებამდე. აი ამ 4 წელიწადზე. მანამდე მე ნაკლებად ვარ ჩართული მაგაში, იმიტომ რომ მე რუსთავში მივატოვე აბსოლუტურად ყველაფერი და ჩამოვედი აქ, იმიტომ რომ უკვე ჩემი სახლი გაპარტახდა. ასე ვთქვათ, მარტო მოხუცი დედამთილი იყო და რომელიც იმასაც ფიზიკურადაც ვეღარ შეეძლო და უკვე არ შეიძლებოდა მისი მარტო დატოვება და სახლშიც უკვე ვის რა მოეწონებოდა ის მიქონდა გააპარტახეს სულ სახლი და ამიტომ დავბრუნდი. იმიტომ რომ ჩემ მეუღლის დანატოვა არ მინდოდა რომ ესე ხარს გაეტანა. წაეღო აქედან. და თან ჩემი შვილები, სამი შვილი მყავს, უკვე ისეთ ასაკში იყვნენ, უკვე დაამთავრა ერთმა უნივერსიტეტი, მეორე სამედიცინო და უკვე ისეთ ასაკში იყვნენ, რომ შეიძლება და უკვე მათი ასე ვთქვათ, მარტო დატოვება და ამიტომ 2000 წლიდან მე აქ ვარ. აი, აქედან არ წავსულ ვარ 2000 წლიდან 26 წელი აქ. ხო და სულ მეკითხებიან, რომ რატო არ მიდიხართ აქედან? რომელზედაც პასუხი მართალი კითხრა, რამდენი წელია ვერ ვიპოვე, რატო არ მივდივარ, რა ვიცი, რატო არ მივდივარ, რატო არ მიდიხარ თქვენი სახლებიდან, ან დედას როცა უჭირს შვილი წავა, ან შვილს როცა უჭირს დედა დაანებებს თავს, აი არ ვიცი, რა ვიცი, ასე მგონია, რომ ჩემი ადგილია, ადგილის დედაა ეს და ასე შემდეგ. აი გიორგის კითხვას რო დაუბრუნდეთ და ჩემი ერთ მნიშვნელოვანია ის, რაც გიორგი რატომაც კითხავთ თქვენი გამოცდილება და თქვენი თვალით დანახული. სად აი ეს გაშვებული შესაძლებლობები, რომელზეც საუბრობთ, იმისთვის ალბათ რომ ჩვენც, რასაც ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი მცირეწვრილი და რაც შეგვეძლება ზოგადად, რა უნდა გავითვალისწინოთ? აი თქვენ სად დავაკელით, რა მოხდა ისეთი, ან არ არის დეტალებში რა თქმა უნდა, რაც რის თქმაც არ შეგიძლიათ შეგვიძლია, აი ეს მე ვიტყვი ჩემზე პირადად, დიახ, აი სად გავუშვით, ერთი პატარა შანსი იყო, მაგრამ გაშვებული შანსია ეს. 2004 წელია, როცა ომი დაიწყო აქ. 16 ბიჭი კონფლიქტი რო დაიწყო 2004 წელს ნაციონალები რომ მოვიდნენ იმის მერე 2004 წელს, როცა ეს რა ქვია, ქართველი სამშვიდობოები 16 სამშვიდობო დაიღუპა, ხო გახსოვთ? თლიაყანის ომი რო იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი მაშინ ცხინვალიდან დამირეკა ერთ-ერთმა პატივცემულმა ქალბატონმა. და მითხრა, ლია, სასწრაფოდ ჩამოდი. თან იცით როგორ არის, ჩემი მაზლი მუშაობდა, ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვში და ზუსტად ის იყო ჩამოსული ამ პერიოდში. მოკლედ, ავადმყოფი იყო, უმძიმესი ავადმყოფი კიბო ჰქონდა ხორხის და ნუ აი ბოლო იმებში რა სტადიაში იყო მისი სიტუაცია და რუსი ცოლი ყავდა და მაინდა-მაინც ამან მოისურვა რომ აქ წამოსულიყო და ისიც დიდი სიამოვნებით გამოვაგდო, ჩავთვალოთ რა ეგრე. და ეს ავადმყოფი მყავს სახლში, რომელიც ერთი წუთი არ მცილდება. ვერ ლაპარაკობს. აი უკაცრავად ტუალეტშიც რო წავიდოდი, ჯოხს მიკაკუნებდა, რომ არ დამტოვო მარტო. ამ დროს თავზე გადადიან ტრასირები. ისეთი სიტუაცია. ხო და მე უთხარი ბებოს და იმას უთხარი ჩემ დედამთილს და მას რომ თქვენ უნდა წახვიდეთ მეთქი რუსთავში, წადით მეთქი მე უთხარი და მე დავრჩები აქ და როგორმე შევინახავ თავს.
იმ ავადმყოფა მითხრა რომ მე არ წავალო არავითარ შემთხვევაშიო და ესეთი სიტუაცია და ამ დროს მირეკავენ ცხინვალით და უნდა ჩამოხვიდე აუცილებლად. იმდენად ვენდობოდი იმ ქალბატონს, ქართველის ცოლი იყო თვითონ ოსის ქალი. და იმაში ბაღში დავგლიჯებ ამეთვის ნერგები რომ მიდიხარ ხო არ წახვალ რაღაცა ძალიან გლეხის ქალის ის მივიღე. და კალათში ჩავაწყეს ნერგები და ესე მივდიო ფეხით წავედი ასე ტრასაზე თან მეშინია როგორ არ მეშინია ახლა ჩავედი როგორღაც იქნა ცხინვალში მივედი სახლში და იქ დამხვდა სარდაფში არიან კიდევ ორი ქალბატონი სამივე ძალიან პატივსაცემი ქალბატონი და მაშინ კოკოითი იყო პრეზიდენტი და უკაცრავად წიხლის ყვრით შედიან კოკოეთთან ოთახში ეხლა ვინ არიან ესენი ეს ერთი ქართველის ცოლია. მეორე არის რესპუბლიკის სახალხო არტისტი, საქართველოს რესპუბლიკის სახალხო არტისტი, რომელიც ველური ვიყავიო, მითხრა, თვითონ მითხრა, ველური ვიყავიო, მე მთებში გაზრდილი ხალი ვარო და პირველად ჩამოვედიო თბილისშიო და აი არ ვიცოდი რა გამეკეთებინაო და ალექსიძემ გამზარდაო, მითხრა, თეატრალურ ინსტიტუტში. ხო დიმიტრი ალექსიძემ გამზარდაო და კულტურა იმან მასწავლაო, ქცევები იმან მასწავლაო, მითხრა. და ეს არის საქართველოს სახალხო არტისტი და მესამე არის ადგილობრივი მოკლედ ტელევიზიის დიქტორი, ტელევიზიის და რადიოს დიქტორი, იმასაც რომელსაც პირველი ომის დროს 91 წელს შიშზე მის ქალიშვილს დაემართა სარკომა და გარდაიცვალა და შვილიშვილი დარჩა, რომელსაც ეს ქალი ზრდის. აი იმათაც ხო აქვთ ეს თავიანთი რაღაცა ტრაგიკული ამბები, ხო? და ამათმა მითხრეს, რომ ჩვენო აი ვინმე ჩამოვიდესო თქვენგანო. ჩვენო წიხლის ყვრით შევართ კოკოითთანო და გავაკეთებინებთ რასაც გინდათო. ოღონდაც ეს ომი შეწყდეს და ეს სროლები შეწყდესო. ვაიმე რა გავაკეთო ახლა ისეთ იმაში ჩავარდი სიტუაციაში რა გავაკეთო ვფიქრობ და დავრეკე იმას დავრეკე ნინოს მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო ბურჯანაძის მისაღებში და უთხარი რომ მე მეთქი აი ესეთი და ასეთ სიტუაციაში ვარ ვზივარ სარდაფში თავზე გადაგვდის ტყუები აქ არიან ოსის ქალები რომელსაც უნდათ ნინოსთან დაკავშირება და ძალიან გთხოვთ დამაკავშირეთ მე ვაიმე ნინო ქალბატონო ინტერვიუს აძლევს დავლეკეთ ცოტა ხანში ნინო ისვენებს ნინო ვიღაცასთან შეხვედრაზე ნინო ვაიმე გაგიჟდნენ ეს ქალები აი მე თვითონ ისე დღეში ვარ რომ ნეტა მოუყოდე იმ ადგილზე რა და ამ ქალებმა მითხრეს აი ვინახართ ქართველებიო ხო ხედავთ ვინახართ ქართველებიო და თქვენთან რა გვინდაო რა უნდა მეთქვა ზაზა ვერაფერი ვეღარ უთხარი ვერ დაუკავშირდი ამას და გავიდა რაღაცა პერიოდი ნერვიულობისგან პირი მიშრება გააკეთა კოალიცია არჩევნებისათვის, ქალთა კოალიცია არჩევნებისათვის და იქ ვარ ერთ-ერთი წევრი მეც ამ კოალიციის და ჩამოიყვანეს ნინო არის ბურჯანაძე და კიდე ვიღაცები მაია რუსეცკაიამ ჩამოიყვანა ეგენი და იქ ვართ. არაჩვეულებრივ ფორმაშია ნინო, ჩვენც 1-20 ქალი ვზივართ. ხო და ქალბატონული არა სიტყვითო მაია მეუბნება. ხო და მე უთხარი ნინოს რომ ქალბატონო მოვხარი ძალიან მომწონხართ როგორც ქალი მეთქი ძალიან მომწონს თქვენი ჩაცმულობა თქვენი სტილი ვარცხნილობა ყველაფერი მაგრამ არასოდეს მე თქვენ ხმას არ მოგცემთ მეთქი ნინო იყრიდა კენს საპრეზიდენტოდ და ყველგან გავწევ აგიტაციას რომ თქვენ არავინ არ მოგცეთ ხმად მეთქი პირდაპირ ასე უთხარით და ხალი შეშფოთ და რატომ ქალბატონო და მოუყევი მე ესე იყო მეთქი და ვინ იყო ხო არ გახსოვს და მე არ ჩემთვის არ უთქვია ვინ იყო ეს მაგის ის ვინ იყო და ვინ მუშაობდა შენთან დივნად ისინი იქნებოდნენ სხვა ვინ იყო ქუჩიდან და ისა რა ქვია ვრეკავდი ხო და მოკლედ ახარა მაქვს რა პოლიტიკის და როცა ეს ბიზნა მოვიდა ვიფიქრე რომ გვეშველა ნამდვილად მაგრამ რა ვიცი საიდან გამოვედით უარესში შევედით არ ვიცი. რატო ვიფიქრეთ ეგ არ ვიცი, მაგრამ რაღაც გვეგონა რომ ცოტა ადეკვატური ხალხი იქნებოდა, მაგრამ რაღაცნაირად ვერ გავივიწყე. ჩვენ აი რამდენი ვიარეთ, მე ზაზა და რამოდენიმე ადამიანმა. ესენი ჩემთან რუსთავში ჩამოვიდნენ, როლია ჩვენთან წამოდიო. წავედი
რა თქმა უნდა. იქ ჩემი მეგობრებიც იყვნენ ვიღაცები, რომლებთანაც ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს და დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებდა და იმის შემდეგაც, მაგრამ მე შევხედე რომ ცუდი სიტყვა მომდის სცენაზე და არ ვიტყვი. ვინ აღმოჩნდნენ ისინი. ასეა თუ ისეა, მე იმის თქვა შემიძლია, რომ თქვენ რომ ამას აკეთებთ და კიდევ ბევრი ადამიანი აკეთებს იმას, რაც საკეთებელია, მე დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი მომავალი წინაა. არა უშავს ვინ არჩუნებთ იმას, რაც საჭიროა უკეთესი შენობისთვის, მეხსიერებას მათ შორის პირველ რიგში, აი აგერ გმირების ფოტოები არის და მათ ხსოვნას და მათი ხსოვნით და აი თუნდაც ის ტაძრები ახლა რომელიც უკან არის სხვათა შორის ამაზე გამახსენდა ის ამბავი. დავასრულებ, რომ ეს ტაძრებიც მათი ხსოვნას და ეს ყველაფერი არის საბოლოო ჯამში ეგ საფუძველი, რომლითაც ჩვენ და მომავალი თაობებიც ისეთ საქართველოს მიაღწევენ, როგორც ყველას გულში არის და ამ ტაძრებზე გამახსენდა თქო და ბარემ ვიტყვი ერთ-ერთი ვიდეოა, სადაც ეს ბატონი არ ვიცი ახლა საქართველოს მოქალაქეა თუ რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ სეპარატისტული განწყობებით იყო და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიდეოს იღებს, სადაც ამბობს, რომ მიაგნო რაღაც წარწერას, რომელიც არ არის ქართული. და ძალიან გახარებულია მოკლედ და გეტყვი რა გვარია ის ცხინვალელი კი როგორ არა ვიცი და ისა რა ქვია ოსურად გაასაღა ხო არ ვიცი რა გაასაღა კარსანთი კარსანოვია გურამ კარსანოვი კი ბატონო აი თქვენ გწოდეთ ამ დამამახსოვრდა როგორ უხაროდა რომ ეს ქართული არა ვიცი მე ქართული როგორიც არისო და ნუ სამი ამბანი რო გვაქვს დამწერლობა ეგ არის ცოტა ხო და ზუსტად ეს ბანერი ყველას ვეუბნები ხოლმე ეს ბანერი იმიტომ არის ჩამოკიდებული რომ ესენი ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზეა დარჩენილი ხო და აი ეს პირველი ტაძარი ზემოთ პატარა ტაძარია ისა გერისწმინდა გიორგია ქაჯანა სადაც არის გადაღებული და მე-6 საუკუნისაა ეგ და მე-6 საუკუნეში ოსეთის ჭაჭადება კი არა არაფერი არ არსებობდა ოსეთის ეხლა ამბობენ რომ ეს ტაძრები სულ ყველაფერი ჩვენია და თქვენ წაგვართვითო ქართველებმა წაგვართვითო და აი ეს მეორე ქვემოდან ეს არის იკორთა აბა იკორთა მე-12 საუკუნის ტაძარია ჩვენ როგორ წავართვით მაგათ პირველი მე-14 საუკუნეა ამას ცხინვალი და 3 კილომეტრის დაშორებით ოსურ სოფელში იმაში მდებარეობს რა ქვია წუნარში და ნახეთ როგორი შავია შავი ტუფით არის აშენებული და ქვრივდედოფელს ეძახიან და მაგათ აზრად არ მოუვათ საერთოდ არც ერთი ტაძარი მაგათ ხო ტაძრები არ გქონდათ არანაირი ხო და ჩვენ მეთქი ტაძრებს ვაშენებ და ნახეთ ბაზა რომ არის სამხედრო ბაზა ეგენი ბაზებს აშენებენ საკმაოდ ბევრი ბაზა დაუგროვდათ უკვე ეს ტაძრები გველიან და ჩვენი ვალია რომ დაუბრუნდეთ და დაუბრუნდებით კიდეც დარწმუნებული ვარ ამაში მათ ალანებთანაც არა აქვს კავშირი არაფერი არანაირი არც ალანები და არც სპიტები და რას არ იგონებენ ის აღარ მე უნდათ რომ შექმნან რაღაცნაირად რაზეც დააყრდნ მე ზღაპრე ყავთ ერთი იმაში ვლადიკავკაზში რუსლან ბზაროვი რომელსაც უკვეთავენ ხო მე რამდენჯერ დავაყენე ზაზა საკითხი პარლამენტშიც კი ვიყავი მოსმენაზე მაგრამ მან დავაყენე საკითხი რომ უამრავი მასალა გაქვთ ხალხო ისტორიკოსები რო ხართ და ამ გაპარტახებულ დროში თქვენ სულ ყველა პროფესორები და აკადემიკოსები რო გახდით მე ვთქვი დაწერეთ ხო შეიძლება რაღაცა აპრავერჟენია რუსულად რო არის შემხედრი ხო რაღაცა დაწერეთ რომ საპირისპირო აზრი გამოთქვით გააქვთ მასალა და რატო არ აწერთ არა სხვათაშო აი ეგ მაგაში აბსოლუტურად გეთანხმებით ნუ ყველას ვალდებულებაა მაგრამ თქვენ მაგალითად თქვენსაც აკეთებთ რომ ეგ საინფორმაციო ასე ვთქვათ კამპანია დავარქვათ მოდით რომ რა არის იქ ჩვენი რატომ არის ჩვენი რომ მათ შორის მომავალმა თაობამ იცოდეს რომ ეს ნამდვილად ქართული მიწაა ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობაა და ეს დედამიწა და სამშობლო მარტო მიწა ხო არ არის და მარტო ტყე იქ შენი წინაპრების დატოვებული მათ შორის ქვებია და ქვათაღაღადი ამაზე მეტი რაღა გინდა ხო და საფლავები და ასე შემდეგ და სამწუხაროა ჩვენ მაგას შევეხეთ რომ ჩვენ საინფორმაციო სივრცეში ნებისმიერ სკულისხმობ ხა არ მინდა რომ რომელიმე იმას მივადგე რა ქვია მხარეს პოლიტიკურად მაგრამ არც ერთ საინფორმაციო სივრცეში არ ეთმობა ამას სათანადო დრო და ეს არის გამოსასწორებელი და ჩვენ გვიხარია რომ თქვენ ამას აკეთებთ და სხვებთან ერთად შეგაქვთ ამაში თქვენი წვლილი და ისიც მნიშვნელოვანია მათ შორის რომ აი წეგან რო თქვით რომ დღეს უკვე ორი ჯგუფი იყო მოსული და ორივე უცხოელები ესეც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ჩვენ ვერ გადავჭრით მარტო მხოლოდ დამოუკიდებლად ამ პრობლემას შეუძლებელი აუცილებლად დავჭირდება საგარეო მხარდაჭერა ჩემო ბატონო ალბათ 1-2 კვირა 3 ქალბატონი მოვიდა
ლაპარაკობენ რუსულად. შევეკითხე რუსეთიდან ხარ მეთქი და ერთმა მითხრა რომ მე ბელორუსიდან ვარო და ის ორი რუსეთიდან იყო, მოსკოვიდან იყვნენ. მე არ ვიცი, აი გეფიცების ასა შვილებს ფიცავარ. დადგნენ და იტირეს. აი რასაც ქვია იტირეს. და მე ვთხარი რატო ტირი ხართ მე მოსკოვში ხო იცოდით თქვენ რა ხდებოდა საქართველოში მის და ჩვენ სულ სხვანაირად ვიცითო ყველაფერია. აბსოლუტურად სხვანაირად ვიცითო. და ჩვენ იმიტომ მოვედითო აქ რომ ჩვენ მოსკოვში უკვე ვიცოდით მოსკოვში რომ აქ უნდა მოვსულიყავითო. იმიტომ რომ ეს იმაში გურგმებში ზის ის რა ქვია მუზეუმი და აუცილებლად უნდა მოვსულიყავითო, იმიტომ რომ ჩვენ სულ სხვანაირად ვიცითო და პირველი პირისგან გვინდოდა გაგვეგო ჩვენ ყველაფერიო. რა что было на самом деле. მოუყევი ყველაფერი. რა თქმა უნდა. დიდი საქმეა ეგ. ადრე უფრო ხშირად ეხლა ამ ბოლო დროს რაც ომი მიდის რუსეთ-უკრაინის უფრო შეწყვიტეს ისე, თორემ ადრე უფრო მოდიოდნენ რუსები ხოლმე ტელევიზიაც მოდიოდა ყველაფერი. მაგრამ ეხლა უცხოელები უფრო მოდიან და თქვენ წარმოვიდგინეთ ეხლა სანამ ეს საკრებულოში ვიყავით, ჩვენები სულ მოდიოდნენ. ოცნების ხალხი, აი საკრებულოდან დეპუტატები თუ ვიღაც, ეხლა გაძიშვილი აღარ მოდის. რაც აღარა ვარ იქ ოცნებაში. სამწუხაროდ არ მიყვირს, მაგრამ ხო. გავიდეთ ბოლოსკენ, ხო? ჩვენი უნდა გავაგრძელოთ, მე მგონია, ჩვენი ვალია რაღაცნაირად ჩვენით გავაგრძელოთ და ჩვენი შესაძლებლობები რაც გვაქვს გამოვიყენოთ. კიდევ ერთხელ შეიძლება ჩვენ ისეთი დიდი აუდიტორიები არ გვაქვს, მაგრამ ყველამ ცალ-ცალკე და საბოლოო ჯამში გამოვარო ერთად, უნდა გავავრცელოთ ეს ინფორმაცია, უნდა ვისაუბროთ ამაზე, ამ ჩვენი უახლოეს წარსულზე, არა მარტო ამაზე, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს ისტორიაც ამასთან ერთად მიყვება, ხო, მივიწყებას მარტო ეს ხო არ არის ერთი ეპიზოდი. ჩვენი უნიშნულოვანესი ეპიზოდია, მაგრამ ჯამში ეს ყველაფერი ბმაშია, საქართველოს ისტორია რა თქმა უნდა. კონკრეტული ისეაც რომ საუბრობთ 2008 წლის ომზე, თქვენ ზურგს უკან ისაი, რაც მე-6 საუკუნიდან ქართულ ისტორიას ჩვენი მემკვიდრეობა, ჩვენი ქვეყნის და ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში და გიორგი მე ხა ძალიან სწორად აღნიშნა. ეს არ არის მხოლოდ რაღაცა, ანუ ინვესტის 2008 წლის კომპლექტი არ უნდა იყოს. ეს არის მთელი ჩვენი წარსულის იმით ვისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, რაც აკეთებდნენ ზოგადად, მთელი აი ამ ყველაფრის ერთიანობაა. რა თქმა უნდა და რაც მთავარია, ომი ხო ჩვენთვის ჯერ არ დამთავრებულა. არ დამთავრებულა. ეს ჰიბრიდული ომი და ეს უზარმაზარი რაღაცა ტალღა მოდის ჩვენსკენ, მოდის. ძალიან ხშირად აი ტელეფონებიც კი იმაშება, ითიშება, ისინი გვითიშავენ. იქით ამხარე. ხო, ჩახშობა ხდება, ეს პროვაიდერი ყავთ რაღაც მაგათი. სხვა აი მაგაზე ერთ საინტერესო რამეს ვიტყვი. ჯერ მართლაც ომი რა თქმა უნდა არ დამთავრებულა. დიახ. რუსეთთან, იმიტომ რომ მათ ინტერესები აქვთ, რომელიც ჩვენ ინტერესებს პირდაპირ თელავს და სხვათა შორის არც სამართლებრივად დამთავრებულა რა. მაგას შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ჩვენ რუსეთთან გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც ცეცხლის შეწყვეტას ნიშნავს და არა სამშვიდობო შეთანხმებას ან სხვა რამეს. მან ბარემ დავამატებ ორი სიტყვით, პრობლემა ის არის, რომ კრემლი გვეუბნება, რომ თქვენ სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გააფორმოთ სოხუმთან და ცხინვალთან, რასაც ჩვენ არასდროს არ ვიზამთ და ასეთი რამე არ მოხდება. რა თქმა უნდა. და თავის მხრივ თვითონ ამაზე წამოსვლელი არ არის. ამიტომ რეალურად სამშვიდობო ხელშეკრულება არ გვაქვს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით გაყინული, სამართლებრივად რო შევხედოთ, გაყინული ომის მდგომარეობაში. თან ამას თუ დავამატებთ ყოველდღე რო დაცებენ ადამიანებს, ახლა ტატუნაშვილის ფოტოც არის აქ, ხო? 4-2-ია ტატუნაშვილი, რამდენი ადამიანი უბრალოდ დაკავებული, რამდენი ბორდერიზაცია გადმოწეული კიდე აქეთ, ეს არის ძალიან დაბალ ფაზაში და გაყინული უბრალოდ ომის მდგომარეობა რეალურად. რაც რა თქმა უნდა გვინდა რომ სამშვიდობო ამბავით გადაწყდეს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რა საკითხია. პოლიტიკა გქონდეთ. მე იმას გიავრსკი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარე, ხო იცი თქვენ და უთხარი რომ გიამეთქი მე ვთხარი, შენი კომისია ჩამოიყვანე მუზეუმში, მუზეუმის დაათვალიერეთ, მაქვს სივრცე, სადაც დაჯდებით, დაილაპარაკებთ რაღაცა. ერთი კომისიის ხდომა იქ ჩაატარე, ადგილზე ჩაატარე. ერგნეთში ეს ხო არ არის რაღაცა ისა, რა ქვია, სადღაც გეპატიჟები იმაში. შორს ხო არ მიდიხარ? ხო, არ მიდიხარ შორს და თანაც არ არის მშვიდობიან ადგილზე მე ვთხარი. ეგ რამხელა რეზონანსი ექნება მე ვთხარი შენს იმას.
ანა დაიწყო და მოკლედ პოლიტიკა ეგეთი რომ საერთოდ არ უნდა გავიდნენ ხო არ უნდა თითქოს არ არსებობს ოკუპაცია და ჩვენი მტერი სხვა არის იმ ლაშას უთხარით დარსალიას უკაცრავად მეუთხარით თქვენ რომ დაპირებული ხართ რამდენი წელია მეუთხარი დეოკუპაციის ის არა ქვია უნდა დადოთ გეგმა მეთქი სად არის ის დეოკუპაცია არა შენც არ მომიგდე მოკლედ რა ხო ნუ პოლიტიკური გადაწყვეტილებები არის მიღებული ზემოთ და მოკლედ ზემოთში გულისხმობ ამ ადამიანებზე ზემოთ გასაგები მოკლედ უდიდესი მადლობა იმისთვის წაკეთებთ რა ვიცი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ კი ამბობთ რომ ჩემი პატარა წვლილება მგონია უდიდესი ამბავია ეს არ არის ყოველას ამ წვლის შეტანა რომ შეეძლოს დიდი მადლობა მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის ჩვენც ვეცდებით კიდევ ერთხელ ჩვენი ვალიც არის რომ მაქსიმალურად ვისაუბროთ ამ თემაზე ამ მუზეუმზე ზოგადად კიდევ ერთხელ რაც შეგვიძლია შევახსენოთ საზოგადოებას რა ქვეყანაში ცხოვრობთ რომ მართლა ომის მდგომარეობაში ვართ გაყინული კონფლიქტი გვაქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ამ მეხსიერების ამ გადააზრების შეცდომებზე სწავლის მათ შორის და სამომავლო გეგმის ქონის გარეშე ვერ მოხერხდება და მადლობა აი მეხსიერებისთვის რაც თქვენ ნახავთ იმიტომ რომ ამ მეხსიერების garaშე ვერც აწყო ვერ იქნება და ვერც ვერანაირი სამომავლო გეგმა ვერ ჩამოყალიბდება. კი, მადლობა და ვინც გვიყურებს, მათ მოუწოდებ რომ აუცილებლად როცა შეძლებენ, გეწვიონ ალბათ ამ მუზეუმთან მოვიდნენ, ეს არის ადგილი რომელიც ყველას ვალია რომ მოვიდნენ და გაიხსენონ. აუცილებლად უნდა გაიხსენონ ის ადამიანები, ვინც დაიღუპა, რა ვიცი აი ერთ-ერთი ქალბატონი, აი ამ ქალბატონის მეუღლე, ამ ქალბატონს ორი მეზობელია ჩემი უკვე საკმაოდ ასაკიანია და ავარიაში დაიღუპა ორი შვილი და მე მის მეუღლეს ამ ნერვიულობაზე შაქარი დაემართა და შაქარმა განგრენა გამოიწვია ამ ფეხის და ერთი ფეხი მოაჭრეს და სად არ ვირბინეთ, სად არის საფქენით იმ პერიოდში ის იყო რა ქვია ეტლების შემოტანა შეზღუდული იყო და ვერ უშოვეთ რა ერთი სიტყვით ეტლი და მოკლედ გაჭირვებით გამოყავდა ცოლს გარეთ და როცა ომი დაიწყო ამათ სახლს კასეტური ბომბა მოხდა და ერთი კედელი უზარმაზარი კედელი მთლიანად ჩამოიშალა უნდა წასულიყვნენ ახლა საცხოვრებელი სახლი უკვე ისეთ მდგომარეობაში იყო და საწყლები კედლებს კოცნიდნენ რომ ჩვენ აქ ვეღარ დავბრუნდებით ვერ წავიდნენ ზაზა ეს კაცი ვერ გაიყვანეს ყველა გაიქცას იმაში ეს კაცი დატოვეს და ეს ორი ქალი დარჩა ესა და ამას ყავდა ძმის ცოლი ოსის ქალი და ის ქალი დარჩა იმიტომ რომ მე ოსი ვარ და ოსები რო შემოვიდნენ მე იმათ ჩემენაზე დაველაპარაკები და რაღაც ჯერ კარგად სცემეს იმ ოსებმა ის ქალი რომ რატო ხარ ოსი რო რატო ხარ ქართველი სოლიო და მეორეც ერთი შეუარდებოდნენ ავტომატებს დაადებდნენ და მე ამ იმას კაცს ესე გადაუხეხია გული და უთქვია რომ მესროლე თუ უნდა მესროლო და თუ უნდა მომკლათ ბარემ მესროლე და დავისვენო მოკლედ ესე მოხდა და მე რო ვერ წაიყვანეს მიწაზე დააწვინეს და აგორავეს ეს 1.500 მეტრი და თურმე ადგილი აღარ დარჩა რომ რაღაცები არ შეერჭო შიგნით ვიღაცამ მე დაინახა სოფლის ბოლომდე ჩაიყვანეს როგორღაცა ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს თუმცა დაიღუპა მალე დაიღუპა ეს კაცი აი ამდენი მსხვერპლი გაიღო ამ პატარა სოფელმა და ამას აი არაფრად არ თვლიან ეგენი აი ამაზე მწყდება გული იცით არაფრად არ თვლიან ჩემთვის მთავარი აი ჩემი სიცოცხლით მთავარი მიზანი არის ეს ყველაფერი მორჩეს დეოკუპაცია არა არავინ ერთ ნაბიჯს არ ადგავს აი 17-18 წელი გახდა ხო ერთი ნაბიჯი წინ ვერ წავიწიეთ ხო სამწუხაროდ უკან დავიხიეთ ბევრ რამეში ნუ ნაურუს მიერ ხა უკან წაღებას თუ არ ჩავთვლით აღიარებს რაც მნიშვნელოვანია ძალიან მაგრამ სხვა მხრივის რომ მეორე მხარეს ეტყობოდეს რაიმე არაფერი მსგავსი არ მოხდა რა პირიქით ის ნაური ყოფილა გინდა რა ჩემო კარგო მაინც კარგია მაგრამ ეს უბრალოდ რუსეთის და სეპარატისტების მხრიდან რაიმე უკან დახევის ნიშანწყალი კი არა პირიქით ახლა თქვენს გაიხსენეთ ის ფსევდოისტორიკოსები რომლებიც ცხეთაზე და ყაზბეგზე გამოთქვამენ პრეტენზიას და იქეთ კიდე მეორე მხრიდან ქუთაისზე და დასავლეთ საქართველოზე და ეს ისე უბრალოდ იმის საჩვენებლად რა განწყობა არის და როგორ გაგვაქრეს ჩვენ აბსოლუტურად ჩვენ აღარ ვასწავლობთ აქეთ ისინი ყოფილა გაგვაქრეს ერთ მაგალითად გეტყვით
მაშინ საკრებულოში მუშაობდა, ჩვენი საკრებულოს წევრებს უთხარი, რომ ძალიან გთხოვთ მეთქი ის უნდა აქცია უნდა გავაკეთო ერგნეთში და წამომყევით მეთქი მეუთხარი და რასთან დაკავშირები. მაგათი ერთ-ერთი არჩევნები ახლოვდება და ოსეთს უნდა შეუცვალონ სახელი და უნდა დაარქვან სამხრეთ ოსეთს ალანია. და წამოდით მეუთხარი და ის გავაპროტესტოთ. და დავწერე იმაშიც გავავრცელე რომ შემოდით. ძალიან ცოტა ხალხი მოვიდა, 1-2-3 ადამიანი თბილისიდან ჩამოვიდა, ეს ჩვენ ვიყავით და კიდევ რამდენიმე ადგილობრივი მოხარეს. ნუ დაახლოებით 1-30 კაცი. და გავაკეთეთ იქ პირდაპირ პოსტთან. ვაიმე, თქვენ ვერ წარმოვიდგენთ რა დღეში ჩამაგდეს. მაშინ ვარ კომისიის თავმჯდომარე. დათო რაზმაძემ, რომელიც ძალიან ჩამშვები ყავდა, გადაურეკა სადაც საჭირო იყო იქ. ატყდა ერთი ამბავი, ატყდა პარტიიდან, ატყდა გუბერნიიდან, ატყდა საიდან, რა გინდოდა და რა ასე და რას ვაპროტესტებ, ნოთარი, თქვენ აზრზე ხართ რას ვაპროტესტებ მეთქი? რატო არ შეათანხმე და მე ვთხარი, მე შეუთანხმე მინის, სახელმწიფო მინის, ქეთის შეუთანხმე მართლა ციხელაშვილს, ხო? შეუთანხმე და ყველასთან რატო უნდა შემეთანხმებინა ეს აქცია მეთქი? თუნდაც საჭირო არ იყო ესა რა, გზა გადავუკეტე თუ რა, სადღაცას მივარდნილ სოფელში პოსტთან პროტესტე ეს ყველაფერი. პირიქით უნდა ყოფილიყო, თვითონ დაეთქვა. ხო, დათომ დარეკა ეგ თბილისში და იმან გააგებინა დათო რაზმაძემ, ისა თვითონ არ მოვიდა. დანარჩენები სულ ყველა მოვიდა, პაპუნა, ზურა, სულ ყველა მოვიდა აბსოლუტურად. და ზაზაც კი გამოაგზავნა ნასყიდაშვილი იმის გულისთვის რომ აბა რას გავაკეთებდი და რას ვიტყოდით რომ ჩაეტანა ამბავი. ხო და აი ასეთი სიტუაციები ძალიან ბევრი რა. ძალიან ბევრი გულისხმობდათ რა თქმა უნდა, მაგრამ უზარმაზარი, კი, უზარმაზარი. ის გარეშე არ ხდება და მაგრამ გახსოვდეთ რომ უმრავლესობას ადამიანები კი. რა თქმა უნდა, მე მაგებს არ უყურებ, ხო. საქმე და შრომა და ამაგი დიდი გაქვთ და ეს ყველაფერი მე მგონი მაგას კი გადაგიფარავთ თორე სხვა ალბათ არც მადლობა, დიდი მადლობა თქვენს ყველაფრისთვის. მადლობთ.